ეხლა უკვე ერთი თვეა გასული ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან და ირანის სამხედრო ძალები ძლიერად და ინტენსიურად იბომბებოდა. მაგრამ ქვეყნის რეჟიმი ჯერ კიდევ არ გამოსულა ბრძოლიდან და ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როცა უნდა დავსვათ კითხვა, რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს. აშშ შეუძლია დიდი გამარჯვება მოიპოვოს, ან ყველაფერი დაკარგოს მას შემდეგ, რაც ახლა უკვე ყველაზე მაღალი რისკის მქონე ნაბიჯად გამოიყურება თანამედროვე სამხედრო ისტორიის განმავლობაში. სრული წარმატება თუ სრული მარცხი, რომელი მოხდება? ჩვენ ორივეს განვიხილავთ და გაჩვენებთ, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ შეიძლება გაცილებით უარესი რამ მოხდეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. აბა რა მოხდება თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა არ იმუშავებს? ზარები უკვე იწყებს გამოჩენას ამერიკის სრული დომინირების ფასადზე ირანის წინააღმდეგ. არ შეგვიშალოთ შეცდომაში. აშშ ჯერ კიდევ აშკარად ლიდერობს იმ განადგურების რაოდენობით, რასაც ის იწვევს. მაგრამ პრობლემები ჩნდება. ირანმა პირველად დაადასტურა აშშ-ში საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება, როდესაც მისმა გაფანტულმა საჰაერო თავდაცვამ მოახერხა F-15E Strike Eagle-ის ჩამოგდება მის საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავი აღარ არსებობს, მაგრამ პილოტები გადარჩნენ, რადგან აშშ-მ შეძლო ორივეს გადარჩენა ირანის მიერ პირველი საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 48 საათში. მაგრამ შესაძლოა ყველაზე დიდი ბზარი გამოავლინა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც 5 აპრილს Truth Social-ზე ირანის რეჟიმის მიმართ უხეში სიტყვებით მიმართა. სამშაბათი იქნება ელექტროსადგურების და ხიდების დღე ირანში, ყველაფერი ერთად. ასეთი რამ არ ყოფილა. გააღეს წყეულის სრუტე, შეგიჟო ნაბიჯვარო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებ. უბრალოდ უყურეთ, დაიღრიალა ტრამპმა, ნაციყო მუქარისა და მზარდი მოუთმენლობის ნაზავი, იმის გამო რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა არ იძლევა იმ შედეგს, რასაც ტრამპი ელოდა. ასევე რთულია გაანალიზო ის დიდება ალას, რაც ტრამპმა თავის ტირადაში ჩაამატა. შეიძლება ირანისა და მისი ისლამური რეჟიმის მიმართ დამცინავი შენიშვნა იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბზარები უკვე ჩანს და ისინი აჩვენებენ პრობლემას, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგში, თუ ყველაფერი ამერიკის სასარგებლოდ არ წავიდა. ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტად წარმოდგენა რა არის ამ ოპერაციის მიზანი. და როდესაც საქმე ჰორმუზის სრუტეს ეხება, შეიძლება აშშ უფრო მეტ ზიანს ატენებდეს სხვა ქვეყნებს ვიდრე ირანს. ამ სრუტეზე მალე ვისაუბრეთ, მაგრამ რაც შეეხება გამარჯვების პირობებს, ეს პრობლემა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანში თავისი ოპერაცია დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციას გამარჯვებისთვის არც ერთი კონკრეტული პირობა არ გამოუცხადებია. არც კი არსებობს სია, არაფერი რაც ნათლად ამბობს, რა მიზანი აქვს ოპერაციას, და ეს უკუქმის პრობლემას, რომელიც შეიძლება აშშ-ს ჩააგდოს ხანგრძლივი კონფლიქტის უბსკრულში, მაგრამ მსოფლიოს ყველა საჰაერო ძალა ვერ დაეხმარება მას გამარჯვებაში. 26 მარტის სტატიაში გამოცემა Times-ი ესაუბრა რამდენიმე ამერიკელ სენატორსა და წარმომადგენელს, რომელთაგან ბევრმა აღნიშნა, რომ გამარჯვება შეუძლებელია, რაც არ უნდა მოხდეს, თუ ამ გამარჯვების პირობები არ იქნება ნათლად განსაზღვრული. მერილენდის დემოკრატიული პარტიის სენატორმა Chris Van Hollenმა შეაჯამა სენატში იმ ადამიანების განწყობა, ვისაც ჯერ კიდევ სერიოზული ეჭვები აქვს ოპერაცია ეპიკური რისხვის მიმართ. ეს არის ტრამპის მიერ არჩეული ომი, ჩვენ არ ვიმარჯვებთ. ჩვენ უფრო დაუცველები ვართ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ეს ომი. და ის ფაქტი, რომ ხალხს ეს კითხვა უჩნდება, უბრალოდ აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. მათ არ აქვთ საბოლოო მიზანი, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ წარმატების განსაზღვრება. და ეს იმიტომ ხდება, რომ ტრამპმა უკვე სამწუხაროდ ქვეყანა უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდო, თქვა Van Hollenმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე წარუმატებლობის და არა წარმატების პირობაა. უფრო მეტი რისკი ქვეყნისთვის, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მინიმუმ 19 სამხედრო ბაზა აქვს, ბოლო რამაა, რაც აშშ-ს უნდა სურდეს შექმნას. ეს ბაზები რეგიონში ძალაუფლების დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რადგან ირანში ომი გრძელდება და როგორც ჩანს მიზნები არ ჩანს, ეს ყველა ბაზა საფრთხის ქვეშაა დრონების, რაკეტებისა და ირანის პროქსების მხრიდან სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ რისკთან ერთად არსებობს შესაძლებლობა, რომ აშშ-მ დაკარგოს სამხედრო პერსონალი და ტექნიკა ირანის ფარგლებს გარეთაც. ასევე შეიქმნას დესტაბილიზებული სპარსეთის ყურის რეგიონი, რომელიც უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე იყო. ოპერაციის დაწყებიდანვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ბუნდოვანი მიზანი წამოაყენა. თებერვლის 20-ირვის მიმართვაში ერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზანი იყო მათი რაკეტების განადგურება და მათი რაკეტების ინდუსტრიის მიწასთან გასწორება. ამ მიმართულებით აშშ-მ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ის ფაქტი, რომ ირანული რაკეტები კვლავ ესვრიან სპარსეთის ყურის ქვეყნებს, გვიჩვენებს, რომ ეს მიზანი მიღწეული არ არის. ირანის რაკეტების გაშვება ოპერაციის დაწყებიდან 80-90%-ით შემცირდა, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. სპარსეთის ყურის ისეთ ქვეყნებისთვის, როგორიცაა ქუვეითი, რომელმაც 5 აპრილს წყლისა და ენერგიის სადგურებზე თავდასხმა გადაიტანა. კიდევ ერთი შესაძლო მიზანი იქნებოდა ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა. ეს ჯერ არ მომხდარა, რადგან გამდიდრებული ურანი, რომელიც რეჟიმის პოტენციური შესაძლებლობების ცენტრშია, კვლავ ირანში რჩება. ისინი ამ კონკრეტულ საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან. ასევე ირანის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზანი. საბრძოლო თვითმფრინავებისა და გემების თვალსაზრისით, აშშ-ს შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მიმართულებით დროებით მიაღწია მიზანს. ირანის საჰაერო ძალები ომის დაწყებიდანვე ფაქტობრივად არანაირ როლს არ თამაშობდა, ხოლო მისმა საზღვაო ფლოტმა 100-ზე მეტი ხომალდი დაკარგა.
მაგრამ ესეც კი რეალურად გამარჯვების პირობა არ არის. ირანის საზღვაო ძალების განადგურება ვერ წყვეტს იმ სწრაფინავებისა და დრონების პრობლემას, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში აგზავნის. ეს არის ნამდვილი პრობლემა აშეთეშუსთვის და სწორედ ეს წარმოადგენს კოშმარული სცენარის მთავარ ნაწილს. თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა არ წარიმართა იმ გეგმის მიხედვით, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს. ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია ირანის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი დაბომბვის შემდეგ, მიუხედავად ტრამპის მუდმივი მუქარებისა. ასე რომ პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ომი მოგებულია, მაგრამ მე არ ფიქრობ, რომ ომს მოგებულად შეიძლება უწოდო, სანამ ჰორმუზის სრუტე დახურულია, რაც ასეა. ამიტომ ჩემი აზრით, სანამ ჰორმუზის სრუტე რაიმე ფორმით არ გაიხსნება, ომი მოგებული არ არის. ჟურნალ Times ეუბნება ჰავაიდან დემოკრატი სენატორი მეიზი ჰირონო. და თუ ახლა ამ სრუტის გახსნა არის მიზანი, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აშშ მიაღწია იმას, რაც უკვე არსებობდა ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. აშშ-ს ნამდვილად სჭირდება ამ წლის გზის ხელახლა გახსნა. ნავთობისა და გაზის ფასები ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და მათი შემცირების ნიშნები არ გამოჩნდება ირანის ბლოკადის დასრულებამდე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. CBS News-მა ესაუბრა ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტ პოლ კრუგმანს, რომელმაც თქვა, სამწუხაროდ, საშიში სცენარები სავსებით შესაძლებელია. სულაც არ არის რთული წარმოიდგინოს სცენარი, სადაც ნავთობის ფასი ბარელზე $150 და არც $200-მდე მისვლა იქნება სიგიჟე. ბოლო რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ახლა ვხედავთ. იმ დროს, როცა ნავთობისა და გაზის ფასები ისეთივე მაღალია, როგორც 2022 წლის COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც მიწოდების ჯაჭვებში პრობლემები იყო. მას შემდეგ, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვა 20 მილიონი ბარელიდან დღეში 4 მილიონამდე შემცირდა. და როცა მიხვდებით, რომ სრუტეში გამავალი გემების 70% ან ირანის საკუთრებაა, ან მასთან არის დაკავშირებული, ეს ომის ამ ასპექტში მხოლოდ ერთ რეალურ გამარჯვებულს ტოვებს. და ეს მხოლოდ ნავთობი და გაზი არ არის. სასუქები, გოგირდი, მეთანოლი, გრაფიტი, ნედლეული, ალუმინი, ჰელიუმი, გლიკოლი, რკინის მადანი, ფოლადის პელეტები და მწვანე წყალბადის ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი უნდა გადიოდეს სრუტეში, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აღნიშნავს. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი ჰორმუზის სრუტეს დახურავს, აშშ-ს შეიძლება გლობალურ ეკონომიკურ კატასტროფას ქმნიდეს. ზოგი იტყვის, რომ ამ კატასტროფის საწყის ეტაპზე უკვე ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად დაუყოვნებლივ დაზარალებული ქვეყნები არიან სპარსეთის ურის რეგიონში, ირანის გარეთ, რომლებიც ყველა ჰორმუზის სრუტეზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ ეტაპზე ვაჭრობა მათი ყველაზე დიდი საერთო პრობლემა არ არის. ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად გამოწვეული კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ირანი სპარსეთის ყურის ფულიდან გადაიქცა აგრესორად, რომელიც თავს ესხმის ყურის ქვეყნებს. უკვე ვახსენეთ, რა დაემართა ქუვეითს 5 აპრილს. ეს მხოლოდ ბოლოა ყურის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გრძელ სერიაში, რომლებმაც სამიზნე დაიღეს როგორც აშშ-ს სამხედრო ბაზები, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ქაოსის თესლი წლების განმავლობაში ითესებოდა და ოპერაცია ეპიკური რისხვა შეიძლება სწორედ ის სასუქი იყო, რომელმაც ამ თესლს აღმოცენება მოახვედრა. ამას აღნიშნავს ჯორჯთაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალი. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი აღნიშნავს, ირანისგან ყურის კოლექტიური ქვეყნების წინააღმდეგ მიღებულმა პასუხმა შეიძლება გაზარდოს თანამშრომლობა, რაც საბოლოოდ დაასუსტებს სპარსეთის ყურის დიდ მოძალადეს, პროქსები პრობლემას წარმოადგენს. ქაოსს მხოლოდ ირანიდან გაშვებული რაკეტები და დრონები არ იწვევს. ერაყში შიიტური მილიციები მოქმედებენ, ლიბანში არის ჰეზბოლა, იემენში ჰუთები და ყურისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მრავალი მცირე ჯგუფი, რომელთაც ირანს შეუძლია მიმართოს, მაშინაც კი როცა აშშ მის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ან მცირე ჯგუფების თვალთვალი რთულია და მათი განადგურება კიდევ უფრო ძნელია. 28 მარტს ყურის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, ბარეინმა, იორდანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოკვეს და დაგმეს ეს პროქსი ჯგუფები ოპერაცია ეპიკური რისხვის საფასუხოდ ირანის ქმედებებში მათი როლის გამო. დაგმობა ამ ჯგუფებს არ ასუსტებს. არც მუდმივი საჰაერო დაბომბები მოქმედებს, რადგან ეს გაყოფილი პროქსი მილიციები ტრადიციულად არ იბრძვიან. ისინი იმალებიან, აცდიან დარტყმას და შემდეგ საკუთარ იზოლირებულ თავდასხმებს ახორციელებენ. ეს არის ასიმეტრიული სტრატეგია, რომლის განვითარებასაც ირანი 10 წლეულები ანვითარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს იგივე ტიპის ჯგუფებია, რომლებმაც აშშ-ს წარსულში უამრავი პრობლემა შეუქმნეს, ვიეტნამიდან დაწყებული შემდეგ კი ერაყსა და ავღანეთში. თუ აშშ-ზე ვსაუბრობთ, არსებობს უარესი სცენარის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ამჟამად ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ოპერაცია Epic Fury-ს უზარმაზარი ღირებულება, როგორც ფინანსურად, ასევე მარაგების თვალსაზრისით, უკვე სერიოზულ ტვირთად იქცა. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ვაანალიზებთ სამხედრო ოპერაციების ყველა დეტალს. ასეც კიდევ ერთი საკითხია. ამერიკელი სენატორებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორც კენტუკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯეიმს კომერი აღნიშნავს ამ სტატიაში. მე არ ვარ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. მე უფრო მეტად დამაინტერესებს, სად იხარჯება ფული. სწორედ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება ირანთან დაკავშირებით. სად დავხარჯეთ ფული? კიდევ რამდენი დავიჯდება ეს? კითხულობს კომერი. ეს კარგი კითხვებია და ჩვენ გვაქვს გარკვეული მინიშნებები პასუხზე.
Guardian იუწყება, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა ამერიკას მე-6 დღისთვის 12.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ოპერაცია ამ ვიდეოს შექმნის მომენტისთვის უკვე 27 დღე ამმიმდინარეობს. თუ ვივარაუდებ, რომ ხარჯები უცვლელი დარჩა, რაც სულაც არ არის გარანტირებული, ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ ირანში ჯერჯერობით 78.3 მილიარდი დოლარის ანგარიში დააგრო. არ არის გასაკვირი, რომ თეთრი სახლი დამატებით 200 მილიარდი დოლარის სამხედრო დაფინანსების დამტკიცებას ითხოვს ომის გასაგრძელებლად, როგორც BBC-მ 19 მარტს გაავრცელა ინფორმაცია. ლამონდი ამატებს, რომ თეთრი სახლი ასევე ცდილობს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის 40%-ით გაზრდას, რაც წლიურ სამხედრო. როგორ შეგროვდება ეს თანხა? ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს მოხდება ეგრეთ წოდებული woke, იარაღად გამოყენებული და ფლანგვითი პროგრამების შენცირებით, ან გაუქმებით. ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი პასუხისმგებლობების შესაბამის მთავრობებზე დაბრუნებით. როგორც ჩანს, ეს აშშ-ს სამხედრო ძალებს 73 მილიარდ დოლარს დაუზოგავს. თუმცა ესეც კი საკმარისი არ არის. თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი საწყისი 200 მილიარდი დოლარის დასაფარად, აღარაფერს ვამბობთ თავდაცვის ბიუჯეტის 40%-იან ზრდაზე. დაამატეთ მარაგების პრობლემებიც, რადგან ოპერაცია ეპიკური რისხვის მე-16 დღისთვის აშშ-მ უკვე 11,294 საბრძოლო მასალა გამოიყენა და უკვე იწყება სერიოზული პრობლემის გამოჩენა. ეს ომი შეიძლება აშშ-ს ბევრად უფრო ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. ასე რომ ეს არის ცუდი დასასრული აშშ-ისთვის. ოპერაცია ეპიკური რისხვა მთავრდება ისე, რომ არც ერთი კონკრეტული მიზანი არ არის განსაზღვრული და არც ის მიზნები, რომლებიც ნაწილობრივ იყო ნახსენები, მიღწეული არ არის. სპარსეთის ყურის რეგიონი ქაოსშია ჩაფლული. ირანი ინარჩუნებს ჰორმუზის სრუტის კონტროლს და ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ბლოკირება. და აშშ დახარჯავს ათეულობით თუ არა ასობით მილიარდ დოლარს, ამავე დროს კი დაასუსტებს საკუთარ თავს მარაგების ამოწურვით, რომელთა აღდგენასაც წლები დასჭირდება. ეს ერთ-ერთი შედეგია. და ეს არის ის, რასაც აშშ მიიღებს თუ მაღალი რისკის ოპერაცია არ გაამართლებს. მაგრამ რა მოხდება თუ აშშ-ში შეძლებს ამის მიღწევას? რაღაც. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს გამარჯვება თუ გავითვალისწინებთ მიზნების დასახვის პრობლემას, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ წამოიჭრა? შეიძლება ვთქვათ, რომ ოპერაციამ შედეგი გამოიღო, თუ ირანის მმართველი რეჟიმი შეიცვლება ისეთით, რომელიც უფრო მეგობრულია აშშ-ს მიმართ და ნაკლებად რეპრესიულია ირანის მოსახლეობის მიმართ. რამდენიმე პოლიტიკოსმა, რომელთანაც Times-მა ისაუბრა, ეს გამარჯვების კარგ პირობად დაასახელა. მათ შორის რესპუბლიკელმა სენატორმა Ted Cruzმა ტეხასიდან, რომელმაც თქვა, რომ რეჟიმის დაცემა და ის, რომ ირანს აღარ უხელმძღვანელებენ ისლამისტი რადიკალები, რომლებსაც ამერიკელების მოკლა სურთ, ამერიკის საუკეთესო სცენარის ნაწილი იქნებოდა. მას შეუერთდა სენატორი Tommy Tuberville, რომელიც ასევე რესპუბლიკელია და ალაბამას წარმოადგენს. მან თქვა: კარგი იქნებოდა სწორი რეჟიმის შეცვლა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაბრუნება ხალხისთვის დიქტატორის ნაცვლად, მივცეთ მათ დემოკრატია. აშშ-მა და ისრაელმა ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებები, უკვე ოპერაცია ეპიკური რისხვისა და მბრტვრინავი ლომის დასაწყისშივე მიაღწიეს. კონფლიქტის პირველივე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხომეინი და ირანის რეჟიმის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი წევრი მიწისქვეშა თავშესაფარში ლიკვიდირებულნი იყვნენ. თქვენ იფიქრებდით, რომ ეს შეიძლებოდა ლიდერობის ცვლილების საფუძველი გამხდარიყო. თვითონ ტრამპმა 5 მარტს განაცხადა, რომ სურდა ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ეს მოთხოვნა უგულებელყვეს. ირანმა მალევე აირჩია ალი ხამენეის ვაჟი, მუსტაბა ხომეინი, ახალ უმაღლეს ლიდერად. ეს დანიშნა დარტყმა იდეალური რეჟიმის შეცვლის სცენარისთვის, როგორც CNN-მა აღნიშნა 4 აპრილის ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ახალი ხამენეი ახლა ნაკლებად რადიკალად და ბევრად უფრო გონიერ ადამიანად შეაფასა, როგორც გამოცემა წერს, სხვები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს მოახერხა ერთი მკაცრი რეჟიმის შეცვლა მეორეთი, რომელიც ბევრად უარესი იქნება. მონა იაკობიანი, რომელიც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორია, ერთ-ერთი ასეთ განსხვავებულ აზრს გამოხატავს. მისი თქმით, ეს რეჟიმი უფრო მკაცრია, ნაკლებად მიდრეკილია კომპრომისებისკენ და გულახდილად რომ ვთქვათ, უფრო აღშკარად არის დაკავშირებული ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან. ჩვენ ვიხილეთ ირანში მმართველი ლიდერის მოცილება იმ დროს, მაგრამ ეს არ გამოუწევია დრამატული ცვლილება იმ მხრივ, თუ ვინ ფლობს ძალაუფლებას, ან მათ პოზიციაში შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. რეჟიმის ცვლილება მიღწეულია. უბრალოდ ეს არ არის ის ცვლილება, რომელსაც შეერთებული შტატები ისურვებდა. მაინც უფროსი ხამენეის ლიკვიდაცია აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აქვთ შესაძლებლობები და დაზვერვა, რათა ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე პირები გაანეიტრალონ. სავარაუდოდ ისინი შეიძლება შეეცადონ ამ შესაძლებლობის მუქარის გამოყენებას, რათა გარკვეულწილად გააკონტროლონ უმცროსი ხომეინი. ან მათ შეუძლიათ უბრალოდ დაარტყან ახალ ლიდერს, შემდეგს და კიდევ შემდეგს, სანამ ირანის რეჟიმი აღარ იარსებებს. ამისთვის დრო და ბევრი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება იქნება საჭირო, მაგრამ ეს მაინც გამარჯვება იქნება აშშ-თვის. ასევე მეორე ვარიანტიც, როცა ირანის ხალხი აღდგება რეჟიმის წინააღმდეგ და დაამხობს მას იმ განადგურების ფონზე, რაც აშშ-მ მოახდინა. ჯორჯთაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალი ამას შესაძლებლობად მიიჩნევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ხამენეის დანიშვნამ ირანის რეჟიმში ბალანსი დაარღვია. ინსტიტუციური დისბალანსი ახლა პრობლემად იქცა რეჟიმისთვის, რომელმაც ამდენი ხანი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ყველა მოწინააღმდეგის ჩახშობით.
გაითვალისწინეთ, რომ სწორედ რეჟიმის რეაქციამ 2026 წლის დასაწყისში გამართულ პროტესტებზე განსაზღვრა ის ტონი, რასაც ახლა ირანში ვხედავთ. ასე რომ აშკარაა, ირანში ანტირეჟიმული განწყობები საკმაოდ ძლიერი. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებობს პოლარიზაცია. ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც რეჟიმს და მის მიერ მხარდაჭერილ მკაცრ დოქტრინას უჭერენ მხარს. მეორე მხარეს კი არიან ისინი, ვინც იმედოვნებდნენ, რომ ხამენეის სიკვდილი შეიძლება მთლიან ცვლილებებს გამოიწვოდა. ეს ცვლილება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აშშ-ისა და ტრამპისთვის იდეალურ სცენაში ირანის ხალხი იპოვიდა გზას, რომ აჯანყებულიყო და რეჟიმი მოეშორებინა. ეს ალბათ არ მოხდება, სანამ ბომბები კვლავ ცვივა. მაგრამ შესაძლოა ოპერაცია ეპიკური რისხვის გრძელვადიანი გეგმა გულისხმობდეს. აშშ-ის სპეციალისტების გაგზავნას, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ და მხარს დაუჭერენ ხალხის აჯანყებას რეჟიმის წინააღმდეგ, მინიმალური რისკით აშშ-ის ძალებისთვის. ქაოსია ახლა ირანში, ასე რომ ესეთი აჯანყებისთვის უკეთესი დრო არ არსებობს. ეს უბრალოდ ვერ მოხდება, რადგან ისინი, ვინც აჯანყებას აპირებენ, დაუპირისპირდებიან ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს, რომელიც ისევ ჩაახშობს მათ, თუ ისინი ორგანიზებულები არ იქნებიან. სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტი ამბობს, რომ დაუყოვნებელი აჯანყება უკვე ჩაქრა, თუმცა მომავალი აჯანყების საფუძველი შეიძლება უკვე დადებულია. ესეთი აჯანყება გადაჭრიდა ჰორმუზის სრუტის პრობლემას, რომელიც ადრე ვახსენეთ. ასევე გადაჭრიდა ამ პრობლემას ისიც, თუ აშშ-ში გამოიტანს გამდიდრებულ ურანს, რომელიც ირანს საშუალებას აძლევს ბირთვული საფრთხე შეუქმნას სპარსეთის ორის რეგიონს. ამ პოტენციურ გამარჯვების პირობაზე უკვე ვისაუბრეთ ადრე და ეს ნამდვილად მისცემდა აშშ-ს ბერკეტს, რომლითაც ირანს ჰორმუზის სრუტეში იძულებულს გახდიდა დაეთმო. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე შეეძლო ირანის გამდიდრებული ურანის გატანა წარმოეჩინა როგორც ხელშესახები შედეგი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ყველაფერი ღირდა. სენატორი სინთია ლუმისი ვაიომინგიდან ნამდვილად მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვების პირობა, როგორც თავად ამბობს ჟურნალ Time-თან საუბარში. გამარჯვება ნიშნავს იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი საბოლოო მიზნად ასახელებდა, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი და მას არ ექნება ბალისტიკური რაკეტები და დრონები, რომლითაც ბირთვული იარაღის დაცვას შეძლებდა. შესაძლოა მართლაც ასეა. ოპერაცია ეპიკური რისხვა პირდაპირ გატანის გარეშეც კი შესაძლოა მთლიანად იმაზე იყოს ორიენტირებული, რომ ირანის რეჟიმზე ისეთი ზეწოლა მოახდინოს, რომ მან უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე, რომელთა არსებობასაც აშშ-ში მიიჩნევს. ახალი უზენაესი ლიდერის მუიტაბა ხომეინის ბირთვული პოზიცია გაურკვეველია, იტყობინება CNN. თუმცა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანი შეიძლება მშვიდობიანი ბირთვული პროგრამიდან გადახვევას დაიწყებს. ეს მხოლოდ თავისთავად შეიძლება გამხდარიყო ოპერაცია ეპიკური რისხვის გამართლება, სულ მცირე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრის თვალში. ასევე არ შეგვიძლია უგულებელყოთ ის ფაქტი, რომ ირანს აქვს 440 კილოგრამზე მეტი, ანუ 970 ფუნტი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე ასაფეთქებელი იზოტოპი U-235-ით. ეს ურანი კიდევ უფრო უნდა გამდიდრდეს, რომ მიაღწიოს ბირთვული ბომბისთვის საჭირო 90%-ს. მაგრამ ამ სამუშაოს ლომის წილი უკვე შესრულებულია და ირანს შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რომ მიაღწიოს საჭირო პროცენტს, თუ ბირთვული იარაღის შექმნას გადაწყვეტს. აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ ეს არ მოხდება. ეს ყოველთვის ასე იყო, ასე რომ საუკეთესო სცენარი და ის რაც ნიშნავს, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის რისკი გამართდა, იქნებოდა ირანის რეჟიმის ჩამოშლა და მისი სავარაუდო ბირთვული ამბიციების აღმოფხვრა. პირველი იმას ნიშნავს, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ყველაზე ცუდ სცენარს, გადაიჭრება, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში. და ასევე იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სპარსეთის ყურეში. და გამდიდრებული ურანის გარეშე ირანი ვეღარ იქნება სპარსეთის ყურის დამჩაგვრელი ძალა. ბოლო კითხვა მარტივია. რომელ მხარეს იხრება სასწორი, რომელი ამ ორიდან არის უფრო სავარაუდო? ამ კითხვაზე პასუხი კომენტარებში თქვენ დატოვეთ. ამ დროს კი აშშ-ში ამზადებს სახმელეთო ოპერაციას, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და შესაძლოა ირანის ბირთვულ მასალებსაც შეეხოს. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, თუ გსურთ იხილოთ მეტი ასეთი ანალიზი ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.